როგორ შეიძლება დარიცხვის მაკროსის შემოწმება, ანუ მისი დებაგირება, ხელფასში პარამეტრებში გვაქვს ჩვენ ხელფასის გამოთვლის მაკროსების სია, აქ არის რა თქმა უნდა მაკროკოდის ჩვენება, მისი გაშვება, მაგრამ აქედან არ გირჩევთ დებაგის განხორციელებას, რადგან დარიცხვის მაკროს ესაჭიროება თანამშრომლების სია, რომელზეც დარიცხვები უნდა განხორციელდეს. ამიტომ დებაგირება უნდა განვახორციელოთ ხელფასის გამოთვლის მენიუდან, სადაც არის ზუსტად სადაც განისაზღვრება იმ თანამშრომლების სია, რომლებზეც უნდა განხორციელდეს დარიცხვა და აქაც არის ღილაკი ხელფასის დაანგარიშების მაკროკოდი. ვირჩევთ იმ მაკროს, რომლის დებაგირებაც გვესაჭიროება, გადავნიშნოთ Ctrl+A ყველა თანამშრომელი, დავტოვოთ მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომ შევამოწმოთ როგორ მუშაობს ამ კონკრეტულ თანამშრომელზე დარიცხვის მაკროსი და გავიდეთ მაკროკოდზე. პირველი ასაც გირჩევთ ჩავტვირთოთ ჩვეულებრივი სტილი, ორი სტაილი, რომ თითოეულ ხაზზე თვითონ მაკროსი განლაგდეს, რომლის გასწვრივ დავინახოთ რა შედეგს მიიღებს თვითონ მაკრო ბრძანება და აუცილებლად ჩავხსნათ კომენტარისგან პირველი მაკრო ბრძანება, main ბრძანება, აი ამით ჩავხსნათ, რომ წვანე ფერის აღარ იყოს, რომ აქედან მოხდეს გამოძახება მთავარი მოდულის. და გავაჩეროთ მაკრო დარიცხვის ველების ამოღების მოდულში, აი აქა გავაჩეროთ, დავსვათ ეს წერტილი და გავუშვათ მაკროკოდი. მაკროკოდის გაშვების დროს გამოვა ეს ეკრანი, რომელიც გვეტყვის რამდენი თანამშრომელს უნდა განხორციელდეს დარიცხვა. ოკეი, და აი გაჩერდა მაკროსი ზუსტად პირველ ბრძანებაზე, დარიცხვის ველების ამოღების ბრძანებაზე, F8 ღილაკით ან მომდევნო ბიჭის ღილაკით ნელ-ნელა გავყვეთ, ვნახოთ აი როგორ ამოიღებს თითოეული ამ მნიშვნელობას და როგორ მოათავსებს თითოეულ ამ სურათში მაკრო ამ შედეგებს. F8 ღილაკით მივყვები ახლა მე მის შესრულებას, ამოვიღეთ ყველა ველის მნიშვნელობები და გადავედით ხელფასის დათვლის ნაწილზე, აქაც მოდით გავყვეთ, აი ნამუშევარი დღეების რაოდენობის მიხედვით დაითვალა დარიცხული ხელფასი, შემდეგ წინა 3 თვის საშუალო ხელფასი, გადავიდა უკვე დაზღვევის საშემოსავლოს დათვლაზე. საპენსიო ესე იგი ფონდის შემთხვევაში ესე იგი აგროსილი დაზღვევა დაითვალა, შემდეგ ჯამური დარიცხული გამოითვალა, ამ ჯამური დარიცხულიდან საპენსიოების სიდიდეები, შემდეგ დააზუსტა ჯამური დარიცხული, აი 1080 დაითვალა, შემდეგ შევა საშემოსავლოს დათვლის ალგორითმში, აი საშემოსავლოს დათვლის ალგორითმში შევიდა და ბოლოს ბრძანება იქნება ახლა ვნახავთ, აი უკვე საშემოსავლო დაითვალა 316, ხელზე ასაღები თანხაც დაითვალა და გადავიდა უკვე მნიშვნელობის შენახვაზე ხელფასის არქივში, აი თითოეული თუ დაუწერა, ანუ რა მნიშვნელობებიც შეინახა. F8 ღილაკით დაასრულა მუშაობა, აი ესე და შეგვიძლია უკვე გავიდა, ესე იგი იმ მნიშვნელობის შენახვაზე შეგვიძლია ბოლომდე მივუშვათ შესრულება. ესე შეგვიძლიათ შეამოწმოთ ერთ თანამშრომელზე კონკრეტულად თუ რამეზე ეჭვი შეგეპარათ, რატო დაითვალა მაკროსმა ესა თუ ის სიდიდე, ესე გაყვეთ და დებაგირებით ნახოთ, როგორ ითვლის მაკროსი თითოეულ დარიცხვის უწყიში თითოეულ მნიშვნელობას.